მყუდრო და ამავე დროს ჯანსაღი გარემო ამისთვის ხისგან დამზადებული ავეჯი და მცენარეები უკვე საკმარისია. ანუკა ხის მასალას ინტერიერში უპირატესობას იმ მარტივი მიზეზის გათვალისწინებით ანიჭებს, რომ ის დროსაც უძლებს და ეკოლოგიურად სუფთაც არის. ხე არის საკმაოდ გამძლე მასალა და მისი სწორი მოვლის პირობებში ძალიან დიდ ხანს ძლებს. დაზიანების შემთხვევაშიც ექვემდებარება აღდგენა რესტავრაციას. ხის მასალა ინტერიერში დღეს აქტუალურია და დეკორატიული დანიშნულებითაც გამოიყენება. საკმაოდ ტენდენციურია, ანუ არა მარტო ავეჯი, არამედ ჭერი და კედლის შეფუთვის დროს იყენებენ ხეს საკმაოდ ხშირად. ბეტონი ნამდვილად არ არის ჯანსაღი პროდუქტი, თუმცა ამ სამი კომპონენტის გამოყენება ინტერიერში ერთგვარ სინთეზს და სიმყუდროვეს ნამდვილად ქმნის. გარდა იმისა, რომ სხვა მისი შემცვლელი მასალებისგან განსხვავებით არ შეიცავს ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს, ხის მასალას სხვა პრიორიტეტებიც აქვს. ეს მინიმალისტური და ეკომეგობრული ნივთები დამზადებულია საქართველოში. ისინი მრავალფუნქციური დანიშნულებით გამოირჩევიან. ახალი წელი მოდის და შეგიძლიათ სახლი მართლაც ეკოლოგიურად სუფთა ნივთებით. სხვათა შორის ძალიან გაჩნდა ამაზე მოთხოვნა და სურვილი, რომ შეიძინონ ესეთი ეკოლოგიურად ეკომეგობრული ნივთები დიზაინიც მოწონს. კიდევ ერთი უპირატესობა, რაც გააჩნია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, არის საკმაოდ კომპაქტური. ეს არის სასაუზმე მაგიდა, ესე ვთქვათ, ერთგვარი, რომელიც შეგიძლიათ დილით ლგიში საუზმის მირთმევის დროს გამოიყენოთ, ასევე ლეპტოპის დასადებადაც შესაძლებელია გამოიყენოთ, თუმცა თქვენ თუ მიდიხართ აგარაკზე, ძალიან მარტივად შეგიძლიათ დაშალოთ ეს მაგიდა და თან გაიხოლოთ. ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც მოისურვებთ წასვლად, შეგიძლიათ თან წაიხოლოთ ეკოლოგიურად სუფთა, კომპაქტური და გამოსადეგი ქართული პროდუქტი.